გამარჯობათ მეგობრებო. დღეს მოკლედ მოვედი მთლად ახალი ვიდეოთი, არ ვიცი შემდეგში როგორ გითხართ, ვერ ახვდები, მაგრამ მოდი გეტყვით. მოკლედ 2 დღის წინ გადახვდა რაღაც ისტორია და ეხლა ვაპირებ რომ მოგიყვეთ თქვენ. როგორც იცით, ეგეთი კონტენტი მე არ მაქვს. მე ხავ გადახვდეთ ჩემ არხზე, ნახავთ რომ სულ ვიღებ თამაშებს. მოკლედ დავიწყოთ ისტორიის მოყოლა. და კიდე დიდხონა მექნება რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამომიწეროთ არხი. და დამიწერთ კომენტარები მოტივაციისთვის. სამშაბათი დღეა. ვზივარ ჩემთვის სახლში. უცებდენი წავიდა. რა ვიცი რა უნდა ვქნათ ეხლა ჩემთვის ვერთობი ტელეფონიც აღარ მაქვს. გავედი გარეთ. თამაშობ ჩვეულებრივ ბურთით რა, კარებში ვარტყავ ხანის ხანეს. მერე მოვიდნენ ჩემი მეგობრები, გავედით გაერთ, ველოსიპედებით, დავიწყეთ სეირნობა. ხან იქით გავედით, ხან აქეთ. მერე ავედით ზევით, მოვინდომეთ სწრაფა დაშვება, რადგან დაღმართია. მასეც მოვიქეცით. ავედით, დავეშვით ყველა ვერთობით ესა, მაგრამ როდესაც არის მოსახვევი, გზაჯვარედინა და არის მოსახვევი, მაგ დროს ვიღაცა ბიჭი დგა ველოსიპედით. და ჩემი ერთი მეგობარი მიდის მაგისკენ. არც მოერიდა, არც არაფერი, ეს ჩემი მეგობარი მოარიდა როგორღაცნაირად გვერდზე იდგა ხელეღვის. მაგან შევარდა, მაგრამ ამ ის ველოსიპედის ბრალ რომელისაც იყო, არც მოტრიალებულა, არც არაფერი, არც ბოდიში მოუხდია. გააგრძელა გზა ჩვეულებრივ. ეგ არაფერი ვერთობით რავი დავცინთ ჩვენ მეგობარს, დარება ერთი და რაღაცა, მაგრამ ყველა ხვდებით რომ მაგის ბრალი არ იყო. ამ დროს იწყება მთელი ისტორია. წავედით იქით. ეს ამბავი უკვე დაგვავიწყდა. შემოგვიერთდა სხვა მეგობარიც. მაგასაც მოუყევით, იმანაც დასცინა. უკვე კაი ხანი ვიარეთ, კაი ხანი გავიდა. მოსაღამოვდა. უკვე ბინდდებოდა. ეს შედაებით, ეს ჩვენი 2 მეგობარი ჩამოგშორდა და მოვიდა მესამე მეგობარი. რომ ეხლა დავრჩით მხოლოდ მე და კიდე ჩემი 2 მეგობარი. ბარი. მოკლედ გავაგზავნეთ ჩვენს გზა უკვე ღამეა ჩვენ მეგობარმა ანთო ტელეფონის ფანარი, რადგან ძლიერი ფანარი არ აქვს. დავდივართ ჩვენთვის, მაგრამ ჩემ მეგობარს სახელს ვიტყვი ლუკა და დაჩი, დავდივართ მწკრივში გვერდით, მაგრამ ეგ ვიღაცა ადამიანი, არ ვიცით ვინ არის, მართლა არ ვიცი ვინ არის. გაგვიკვირდა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფა მოდის, წინაც არ იყურება, უკვე ღამეა რა. მithumetes ჩვენ ხო ფანარი გვინჩია და ხედავს ის რომ მოვდივართ. მაგრამ რამის ჩემ მეგობარ ლუკას დაეჯახა. ამ ლუკამ დაატორმუზა, მოასწრო სწრაფა დატორმუზება, მაგრამ იმან არც დაატორმუზა, არც არაფერი. არანაირი რეაქცია, არც ბოდიში, არც მოიკითხა, არც არაფერი. გააგრძელა გზა, როგორც წინანდელზე. კაი, უკვე ძალიან უბრაზდებოდით, რანაირი ტიპიაო და უკვე მოგვინდა, ესე ვთქვათ, გინება რა. მაგრამ, კაი, ესეც დავივიწყეთ, ალბათ მთვრალია, ანესა და ეს რაღაცა მიზეზებს ვიგონებდით პროსტა. ნერვებზე ვიყავით მოშლილები რა, არც გააჩერა, არც მოიკითხა და არც არაფერი. მერე გადავედით იქით მაღაზიისკენ და წავედით უკვე საკმაოდ იყო დაღამებული და უნდა დავშლილიყავით, თან დავიღალეთ კეც, ფეხები გვდგიოდა. გადავედით იქით, საერთოდ ლამპიონები არც არის. მაგრამ მალევე უნდა მოუტრიალებულიყავით, ეხლა მე შემხვდა ეგ კაცი. ჩემს მივდივარ გზაზე, წინ გადმომიხდა. და აქეთ მეუბნება ის ვიღაცა არ ვიცი ვინ არის ნამდვილად, ის მეუბნება რომ შენ წინ იყურეთ, აბა თვალები გაახილეთ. მე ვეღარ შევიკავით და ხმამაღლა გავძახი დადერთი და შენ იყურე მეთქი წინ. არ ვიცი ნამდვილად ვინ იყო, რა იყო. თან დააჩინებებო ჩემი წიქიჯდნენ, არც გამარჯობა უთქვა, არც არაფერი, ამიტომ ვერ ახვდებით ვინ არის, რა არის, ვერ მივხვდით. და იმედია, მოკლედ იმედია ეს პატარა ისტორია ესე ვთქვათ მოგეწონათ. კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს დადგმული არ არის, არ ვიცი მართლა რა იყო. და იმის შესამტკიცებლათაც რომ ეს დადგმული არ არის, მტკიცებულები ძალიან ბევრია. ეგეთ ვიდეოებს საერთოდ არ ვიღებ მე. სულ ვიღებ თამაშებს და ეს არის ჩემი პირველი ვიდეო, ესე ვთქვათ, ისტორიაზე. ნამდვილად შეშინებული ვარ და ერთ რჩევას მოგცემთ მხოლოდ. არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ ღამე
ველოსიპედით. მით უმეტეს, ღამე კი გადდით, მაგრამ მაშინ არ გახვიდეთ, როდესაც ყველგან სიბნელი.